რამდენად იცავენ სურსათის ობიექტები სურსათის უვნებლობის სტანდარტებსა და უსაფრთხოების რეგულაციებს მაღაზიებში, ბაზრობებსა და ბაზრებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები საყურადღებოა. დარღვევებს შორის ძირითადად ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციის და ეტიკეტირების წესის დარღვევის ფაქტები ჭარბობს. სამართალ დარღვევებს მხოლოდ ფულადი ჯარიმები ეკისრებათ, რასაც სპეციალისტები ცალკეულ შემთხვევებში არასაკმარისად მიიჩნევენ. რეკომენდაციაა საწარმოო პროცესში სახელმწიფო კონტროლის გამკაცრება. დარღვევების დროულად გამოვლენის მიზნით სურსათის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს აქტიურობისკენ, ბიზნეს ოპერატორებს კი კონკრეტული მოთხოვნების დაცვისკენ მოუწოდებს. ბოლო მოკვლევის შედეგებით მარიამ ბერძენიშვილი დაინტერესდა. საქმიანობა შესაბამის რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული აღიარების გარეშე, სურსათის ეტიკეტირების წესის დარღვევა, სურსათის მიკვლევადობის დარღვევა, ვადაგასული სურსათით რეალიზაციის ფაქტები. ეს ის დარღვევებია, რომელთა გამოც გასულ წელს ბიზნეს ოპერატორები ყველაზე ბევრჯერ დაჯარიმდნენ. სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ქვეყნის მასშტაბით კვლავ ხშირია ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციის ფაქტები. თუმცა აღსანიშნავია, რომ კანონდამრღვევი ბიზნეს ოპერატორების მიმართ მხოლოდ ფულადი ჯარიმაა გათვალისწინებული. ვადაგასული სურსათის რეალიზაციის აღმოჩენის შემთხვევაში სააგენტო არ იყენებს გაფრთხილების მოურს, არის პირდაპირ საჯარიმო სანქცია. მცირე ბიზნესზე არის 200 ლარი, ხოლო ბიზნესზე 500 ლარი და ამ ფაქტის განმეორების შემთხვევაში 1 წლის განმავლობაში ითვალისწინებს 3000 ლარიან საჯარიმო სანქციას. ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, მონიტორინგი და ზედამხედველობა. 2025 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 40,000-მდე სახელმწიფო კონტროლი განახორციელა და 4,050-მდე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოავლინა. სააგენტოში აცხადებენ, რომ სახელმწიფო კონტროლის გარდა მნიშვნელოვანია მომხმარებელთა როლიც. მოქალაქეები, რომლებიც რაიმე ტიპის დარღვევას დააფიქსირებენ მაღაზიაში, ბაზრებსა თუ ბაზრობებზე, მათ დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ სურსათის ეროვნულ სააგენტოს დროული რეაგირებისთვის. სააგენტო მიმართავს და მოუწოდებს ბიზნეს ოპერატორებს სურსათის რეალიზაციისა და წარმოება გადამუშავების ეტაპზე დაიცვან კანონით განსაზღვრული მოთხოვნები, ასევე მოუწოდებთ საზოგადოებას, რომ ითანამშრომლონ სააგენტოსთან და ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ სააგენტოს ცხელი ხაზის მეშვეობით. მიმართვიანობის კუთხით მომხმარებელთა ცნობიერება გაზრდილია, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს, აცხადებენ სპეციალისტები. თუმცა ირაკლი არაბულის თქმით, ის, რასაც მომხმარებელი საკუთარი თვალით ვერ ხედავს, მაგალითად საწარმოო პროცესი, როგორ მზადდება ესა თუ ის პროდუქტი, აქ მნიშვნელოვანია სახელმწიფო კონტროლის გამკაცრება და მხოლოდ საჯარიმო სანქციაც საკმარისი არ არის. რაც შეეხება რეკომენდაციებს, სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ამბობს, რომ მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება ეტიკეტს, პროდუქციის ვადას და შენახვის პირობებს. რამდენიმე არაკეთილსინდისიერი ბიზნეს ოპერატორისგან მსმენია, რომ აი ამის მოწესრიგებას მაგალითად მირჩევნია დაუჯარიმდე გარკვეული თანხით, იმიტომ რომ თანხა, ასე ვთქვათ, უფრო იაფი უჯდება ბრჭყალებში, ვიდრე ამ ყველაფრის გამოსწორება, ხო? ჯარიმა უნდა იყოს მკაცრი და აუცილებლად გადასახედია ეს სურსათის უვნებლობის, ცხოველის საკვების და მცენარეთა დაცვის კოდექსსაც ჯარიმებია ეს გაწერილი და მე ვფიქრობ, რომ თუ ისეთი დარღვევა არის ობიექტზე, რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს, საერთოდ უნდა აიკრძალოს ესეთ ადამიანს ბიზნეს საქმიანობის განხორციელება. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნეს ოპერატორებს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია განაახლონ შესაბამისი ვადების დაცვით. ასევე იმ ბიზნეს ოპერატორებმა, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასა და გადამუშავებასთან, დროულად მიმართონ სააგენტოს აღიარების მოთხოვნით. ყურადღება მიაქციონ პროდუქციის ვადებს, არ გამოიყენონ ვადაგასული პროდუქცია სურსათის მომზადებისას და აღკვეთონ მათი რეალიზაცია. უზრუნველყონ სურსათის მიკვლევადობა და დაიცვან ეტიკეტირების მოთხოვნები. თუ ბიზნეს ოპერატორები კანონით დადგენილ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ, სააგენტო მათ დააჯარიმებს. განმეორების შემთხვევაში სანქციები რამდენჯერმე იზრდება.